საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი. სამტრედია გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მესამე მონაკვეთი წელს გაიხსნება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილობით განგვიცხადეს. გზის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ის დღემდე არ დასრულებულა. საქართველოს აფხაზეთისა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაცია და შემდგომ დემარკაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონში საერთო სიტუაციის გაუმჯობესებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული, რომელიც ჟენევაში 4-5 მარტს გამართული კონსულტაციებს შეეხება. სურსეთის ეროვნული სააგენტო 6.700.000 ლარად 73 ახალ პიკაპს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. უწყების თანახმად მათ მიერ შესასყიდი ერთი ავტომობილის სავარაუდო სატენდერო ღირებულება 91,500 ლარია. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა, რომელშიც ბიზნესსა და ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია ვართ. დავიწყოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცენტრალური აზიის ტურს აგრძელებს, რომლის ფარგლებში ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნების დაახლოებაზე და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება დაუთმეს დაკავშირებადობისა და შუადერების განვითარების მნიშვნელობასაც. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ვიზიტის დეტალებზე დღეს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ორი ქვეყნის განმავლობაში ძირითად მიმართულებებად ენერგეტიკა ჩამოყალიბდა, რაც იმითაც დასურდება, რომ გასულ წელს თურქმენეთიდან საქართველოში 2 მილიონ ტონაზე მეტი მოცულობის თვით გადაიზიდა, რომლის 90%-ზე მეტი სატრანზიტო დანიშნულების იყო. ტრანზიტი სავარაუდოდ მომდევნო წლებში დაჩქარდება, რადგან საქართველოს შესაძლოა თურქმენული ნავთობის, საწვავის, გაზის და აზოტოვანი სასუქების იმპორტი და ტრანზიტი უფრო ფართომასშტაბიანად დაიწყოს. თურქმენეთი მართალია უმეტესად ნავთობპროდუქტებითაა ცნობილი, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მხოლოდ ამ მიმართულებით არ შემოიფარგლება. როგორც დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, მხარეებს შორის გაფორმდა დოკუმენტი, რომელიც საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს საქართველოსთან თურქეთში არასრული 23 მილიონი დოლარის საქონელი გავყიდეთ. ყველაზე დიდი ღირებულებით ამ ჩამონათვალში ფრინველის ხორცი, სხეულის ხელოვნური ნაწილები, მედიკამენტები, ავტომობილები და სპირტიანი სასმელები მოხდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღებას გეგმავს. მოგახსენებათ, ესტონეთის ხელისუფლება მოქალაქეებს ბეგრავს მხოლოდ მიწის ღირებულებით და არც მიწის ღირებულებით და მიწაზე არსებული შენობების ან სხვა აქტივების ჯამური ღირებულებით. როგორც ფინანსთა სამინისტროში გვითხრეს, რეფორმის მიზანია ქართული კანონმდებლობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას დაუახლოვდეს, რაც ქვეყანას მეტი ინვესტიციის მოზიდვის და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას მისცემს. კონკრეტულად როდის მიიღებს ამ კანონს მმართველი პარტია, ჯერჯერობით უცნობია. ფინანსთა სამინისტროში შემუშავებულია წინადადებები ქონების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით. მსგავსი მოდელი მოქმედებს ესტონეთში. ამ დროისთვის უკვე მომზადებული აღნიშნული რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების ნაწილი. ასევე მზადდება გავლენის ანალიზი თითოეული მუნიციპალიტეტისა და ქონების გადამხდელი საწარმოების ჭრილში. ანალიზის დასრულების შემდეგ განხილული იქნება კანონპროექტის მომზადების მიზანშეწონილობის საკითხი და დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტს წარედგინება რეფორმის პროექტის დასრულებისა და საჯარო განხილვების შემდეგ. ქონების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობის გარდა PMG ბოლო წლების უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტითაც დაინტერესდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ჩინურ სამშენებლო კორპორაცია CCCC-სთან დოკუმენტაციის დაზუსტების პროცესი გრძელდება, მაგრამ კონკრეტულად რა დროს სჭირდება ამ პროცესის დასრულებას უცნობია. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, ჩინურ კომპანიასთან შეთანხმებას მთავრობა სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს გააფორმებს, ხოლო პარალელურად მოლაპარაკებები კიდევ ერთ კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელიც ასევე
კონსორციუმში გაწევრიანებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილე ჯერ კიდევ გასული წლის მაისის ბოლოს დაასახელა. როგორც იმ დროს ითქვა, გამარჯვებული სტატუსს ეს კომპანია ოფიციალურად რამდენიმე დღეში მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ ფაქტობრივად 1 წელიწადი გავიდა და პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. თუ კი პორტს მართლაც ჩინური CCCC ააშენებს, მაშინ ის პროექტის 59%-იანი წილის მფლობელი იქნება, როცა საკონტროლო პაკეტი ხელისუფლების საკუთრებაში დარჩება. პროექტის თანახმად ანაკლის პორტში პირველი საკონტეინერო გემი 2029 წელს უნდა შევიდეს. პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. ამ ეტაპზე პორტი წლიურად 600,000 კონტეინერის გატარებას შეძლებს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთ ნაკადი გაიზარდა. აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia's დათვლებით, თბილისის და ბათუმის აეროპორტები 756,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ანუ იანვარ-თებერვალში გზართნაკადი 18%-ით გაიზარდა, როცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 45%-ის ტოლია. ამ პერიოდში უფრო მეტ მგზავრს ტრადიციულად თბილისის აეროპორტი მოემსახურა. საუბარია 660,000 მგზავრზე, რომელთა დახმარებით მგზავრთნაკადმა წლიურად 13%-ით იმატა. გაცილებით მეტად, კერძოდ 60%-ით გაიზარდა მგზავრთნაკადი ბათუმის აეროპორტში, რომელიც 97,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. საინტერესო სიახლეები არის საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებითაც. როგორც BMG-ს ავტომობილ გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ქვეშეთიკობის ახალი გზის გუდაურის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი მიმდინარე წელს გაიხსნება. ქვეშეთიკობის მაგისტრალი 23 კილომეტრიანი გზის მშენებლობას მოიცავს, რომელიც რამდენიმე ლოტისგან შედგება. პირველი ლოტი, რომელსაც ჩინური CRT აშენებს, გვირაბის მონაკვეთს მოიცავს და 909 მილიონი ლარი ჯდება. გვირაბის გაყვანა 2024 წელს დასრულდება. მეორე ლოტის სიგრძე არასრული 13 კილომეტრია და 317 მილიონი ლარი ჯდება. კიდევ ერთი გზა, რომელიც საქართველოში ამჟამად შენდება, სამტრედია გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი გზა, რომლის მესამე მონაკვეთი ასევე წელს გაიხსნება. ამ გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და თავიდან პროექტზე იტალიურ-ყაზახურ საინჟინრო კომპანია ტოდინი მუშაობდა, რომელიც მოგვიანებით პროექტს ჩაეხსნა და მისი ადგილი ჩინურმა Hunan Road and Bridge Construction Group-მა დაიკავა. ჩინური კომპანია ამისთვის ბიუჯეტიდან არასრულ 325 მილიონ ლარს მიიღებს. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ზე საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემა შეარჩია თელარა გელანტიამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10-ის სამხევარზე დაიწყება. ნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ბირჟებზე. 2025 წელს ეკონომიკა 3.9%-ით გაიზრდება, ინფლაცია 4.7%-მდე დაჩქარდება. მოსალოდნელია ლარის გაუფასურება. ასეთია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი პირველ კვარტალში. 60 ქართველი ეკონომისტის შეფასებით, რომლებიც PMCG-მ გამოკითხა. როგორია მოლოდინები თავად ბიზნესში და რამდენად ახდენს პოლიტიკური კრიზისი გავლენას ეკონომიკაზე, რომელიც იანვარში 11%-ით გაიზარდა. დღეს 21 საათსა და 30 წუთზე აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს საფონდო ბირჟებზე საუბრით ვაგრძელებთ და უკვე განვლილი კვირა უნდა შევაჯამოთ, რომელიც ამერიკული საფონდო ბირჟებისათვის ფრიად არასახარბიელო აღმოჩნდა, რადგანაც ამ წუთების მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კვირის განმავლობაში ძირითადი საფონდო ინდექსების ღირებულება საშუალოდ 2.5-3%-ით შემცირდა. მიმდინარე კვირა ასეთი ცუდი ისევ და ისევ ტრამპის გადაწყვეტილებების და განცხადებების გამო იყო, ვინაიდან მან მოგეხსენებათ ჯერ იყო და სავაჭრო ომი წამოიწყო მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგ, ამის შემდეგ არაერთი რადიკალური განცხადება გაავრცელა, მათ შორის ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებითაც დიდად მნიშვნელოვანი და საინტერესო ძვრები ამ კვირის განმავლობაში არ ყოფილა, ამიტომაც ვხედავთ, რომ უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა არის ძალზედ ნეგატიური. ეს განწყობა დღესაც გრძელდება, როგორც ხედავთ, შემცირებული არის ყველა ძირითადი ინდექსის ღირებულება, უფრო კონკრეტულად კი S&P 500-ის შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი შეადგენს 1%-ს. Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსის შემთხვევაში ვარდნა 0.77%-ია, Nasdaq-ის ინდექსთან მიმართებით კი კორექცია შეადგენს 1.29%-ს. საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ინვესტორების განწყობა არის გაუარესებული.
ამერიკიდან გადავიდოთ ევროპასა და აზიაში, სადაც გვაქვს ანალოგიური ვითარება, რადგანაც ევროპის 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია დღეს 0.20%-ით შემცირდა. ასევე ეცემა შანხაის ინდექსის შეფასებაც, ამ შემთხვევაში კორექცია 0.26%-ია, ხოლო ნიკეის ინდექსის შემთხვევაში კორექცია საერთოდაც 2% აჭარბებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორების გაწყობა არის უკიდურესად ნეგატიური. გადავიდოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც მიმდინარე კვირა ძალიან დიდი რყევები და ცვლილებები იყო, რაც უკავშირდებოდა ძირითადად ოპეკის გადაწყვეტილებაც, რომელიც გეგმავს, რომ ნავთობის მიწოდება ეტაპობრივად გაზარდოს დაახლოებით დღიურად 2.2 მილიონი ბარელით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან მალე ბირჟაზე იმაზე მეტი ნავთობი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო, შესაბამისად ფასები დაიწევს ქვევით. ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ხედავთ, ერთვიან პერიოდში უკვე კორექციის მაჩვენებელი არის დაახლოებით 7%, ბრენტის ფასი კი ამჟამად არის $70.9, WTI-ის შემთხვევაში ღირებულება $67 შეადგენს. კორექცია გვაქვს რუსულ ნავთობთანაც, ურალი არის გაიაფებული დაახლოებით 3% და ვისი ფასი ამჟამად შეადგენს $65.9. ამ თვეში, როგორც ხედავთ, კლებამ შეადგინა 7%, ერთ წლიან პერიოდში კი კლება არის დაახლოებით 12%. აქვე ბუნებრივ აირზეც უნდა ვთქვათ ორივე სიტყვა, ისიც არის გაიაფებული ბოლო პერიოდში დაახლოებით 31% და უკვე 40 ევროიან ნიშნულ 60 მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ევროკავშირის მასშტაბით. ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, მისი ფასი $4-ითაა საშუალოდ გაზრდილი და ამჟამად უნცია მეტალის ფასი $2914 შეადგენს, ერთ წლიან პერიოდში მატება 11%, ხოლო წინა წელთან შედარებით მატება არის 34%. ბუნებრივი აირის შემთხვევაში, როგორც თქვით, არის საბოლოო ჯამში კორექცია, ნავთობთანაც გვაქვს კორექცია, თუმცა ოქრო ისევ და ისევ აგზელებს აღმასვლას. ეს ყველაფერი კი არის განპირობებული გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით და მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მდგომარეობით, რადგანაც როდესაც იმატებს ის რისკები, მაშინ იმატებს ოქროს ღირებულება, ვინაიდან ინვესტორები ასე დროს ირჩევენ სწორედ ღირებულების შემნახველა აქტივს, ანუ ოქროს. რისკების ზრდა პოზიტიურად არ აისახება კრიპტოინდუსტრიაზე, გამონაკლისი არც ეს პერიოდია, როგორც ხედავთ, კლება გვაქვს 3%-იანი და ბაზრის საერთო შეფასება ამჟამად შეადგენს $3 ტრილიონ. ბიტკოინის ფასი 87,300-ის ფარგლებშია, ეთერიუმი $2100-ად ივაჭრება, კლება 3.5%-ის ფარგლებშია, კაპიტალიზაცია ამ ყველაფერზე ეთერიუმის 265 მილიარდი გვაქვს, ბიტკოინის კი $1.754 მილიარდი, თუმცა მაინც გვაქვს საკმაოდ მდორე ვითარება კრიპტო ბირჟაზე, ვინაიდან დიდად საინტერესო ცვლილებები ბოლო პერიოდში ნამდვილად არ არის. აქვე უნდა ვისაუბროთ საქართველოს ბანკზეც, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი, რომელსაც დღეს 0.73%-იანი კლება ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მას მაინც შესანიშნავად აქვს საქმე. ასევე ფენომენალური შედეგებით არის წარმოდგენილი TBC, რომელიც დღეს კიდევ დამატებით 1%-ით გაიზარდა და ბოლო პერიოდში, როგორც ხედავთ, მისი ჩარტი უბრალოდ ვერტიკალურად გამოიყურება, ეს ყველაფერი კი მის რეკორდულ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება და აქვე ბოლოს ორივე სიტყვა ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც უნდა ვთქვათ, რომელსაც გვთავაზობს ჩვენ Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარის ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალოდ შეადგენს 8.5%, ხოლო თუ კი ანგარიზე თქვენ 50,000 ლარზე მეც განათავსეთ, მაშინ უკვე სარგებლის მოცულობა ხშირად 10%-საც კი აღწევს. ეს მართალია წლიური სარგებელია, თუმცა თქვენის გერისხებად ყოველდღიურ ფორმატში. მიღებული თანხის გადანა, მის მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group-ი კი საქართველოს ეროვნული ბანკის მერეგულირებული საინვესტიციო კომპანიაა. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი ეროვნულ ვალუტაზე საუბრით ვაგრძელებთ. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში ჩვენი ეროვნული ვალუტის ქართული ლარის გაწვრთნილი კურსის ბოლო ერთი კვირის დინამიკას შემოგთავაზებთ. მიმდინარე სამუშაო კვირაში, რომელიც 3 მარტს დაიწყო და დღეს ანუ 7 მარტს დასრულდა, ეროვნულმა ვალუტამ შერეული შედეგი დააფიქსირა. დოლართან მიმართებით ლარი 1.28 თეთრით გამყარდა, მაგრამ რეალურად ეს გამყარება დოლარის გაუფასურებით აიხსნება. საბერძნეთ ერთი კვირის ჭრილში ლარი ერთბაშა 11.9 თეთრით გაუფასურდა ევროსთან, რომელიც ამ პერიოდში სხვა ვალუტებთან შედარებით მკვეთრად გამყარდა. ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გაუფასურება 7.3 თეთრი იყო, როცა რუბლთან ლარი მკვეთრად, ლირასთან კი ძალიან მცირედ გამყარდა. მიმდინარე კვირაში ლარი ასევე გამყარდა რეგიონულ ვალუტებთან. სომხურ დრამთან გამყარება 2.5 თეთრია, აზერბაიჯანულ მანატთან მიმართებით კი ლარი 0.5 თეთრით გამყარდა. აზერულ ვალუტებთან ისევე როგორც უკრაინულ გრივნასთან მიმართებით ლარი გაუფასურდა.
დღევანდელ საქმიან საღამოში ტრადიციულად ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე მოგიყვებით, როგორც გლობალური გეოპოლიტიკიდან, ასევე გლობალური ბიზნესიდან. ერთ-ერთი საინტერესო თემა, რომელსაც დღეს რეიტინგების ფორმატში გაგაცნობთ, უკავშირდება ავტომობილებს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ინდუსტრია პლანეტაზე, რომელზედაც არის პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებული ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა. დღეს მოგიყვებით იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში იყო ყველაზე გაყიდვადი პლანეტის მასშტაბით. ეკონომიკაზე საუბარს დღეს საქმიან საღამოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემატიკით გავაგრძელებთ, რაც უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას. ასეთი ტიპის ფონდი ამერიკაში ფედერალურ დონეზე აქამდე არ არსებობდა, ხოლო ამ ვითარების გამოსწორება დონალდ ტრამპს სურს, რომელმაც როგორც ჩანს უკვე აირჩია პიროვნება, ვინც იქნება ამ ფონდის ხელმძღვანელი. შესაბამისად, დღეს საქმიან საღამოში გაგაცნობთ იმ პიროვნების ვინაობას, თუ ვინ გაუძღვება ამერიკის ლამის 2 ტრილიონიან სიმდიდრის ფონდს. მანამ სანამ სოფლიოში გადავინაცვლებთ და იქ მომხდარ მთავარ ამბებს გაგაცნობთ, პირველ რიგში საქმიან საღამოში მიმდინარე სამუშაო კვირას შევაჯამებთ და მოგიყვებით მთავარ ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში შედგა. მარტის პირველი სამუშაო კვირა საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა საღამოშტობის დიდი მადლობა ტრადიციულად უკვე შენი დროისთვის. რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკა ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ, რაც ბოლო რამდენიმე კვარტალის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, რომელსაც BMG-ის გუნდი ვაკვირდებით ხოლმე, რა იკვეთება გასული თვის სტატისტიკაში. დიახ, დღეს გამოქვეყნდა სავალუტო რეზერვების თებერვლის სტატისტიკა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები მთელი 202 მილიონი დოლარი ჩამცირდა და ის ამჟამად შეადგენს 4 მილიარდ 230 მილიარდ დოლარს, რაც წლიურ ჭრილში არის ფაქტობრივად 9 მილიარდი დოლარი ჩამცირებული, ხოლო ერთ თვიანი ჭრილში შემცირება არის 200 მილიონ დოლარზე მეტი. ჯერჯერობით ზუსტი მიზეზები არ ვიცით, რამ განაპირობა ეს შემცირება, რადგანაც გასული თვის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ღია სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია ვალუტის გაყიდვის მიზნით, თუმცა შესაძლოა ოპერაციები განხორციელდა BIMACH პლატფორმის მეშვეობით, რომლის მაჩვენებლებიც მიმდინარე თვის 25 რიცხვამდე საჯაროდ არ იქნება გამოქვეყნებული, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია გაყიდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა დოლარი ამ გზით. თუმცა ასევე კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს საგარეო ვალის დაფარვა, რაც უშუალოდ ამ თანხებიდან ხორციელდება, შესაბამისად ჯერჯერობით სრული მიზეზები რის გამოც სავალუტო რეზერვები მცირდება არ ვიცით, თუმცა დინამიკა რომ შემცირების მიმართულებით აქვს აღებული საქართველოს სავალუტო რეზერვებს, ეს უკვე აშკარა არის. შოთა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე იყო მიმდინარე კვირის განმავლობაში, რაც უკავშირდებოდა კომერციული ბანკებისათვის ჯარიმის ზედა ზღვრის გაზრდას. რატომ მიიღო შენი შეფასებით ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება როგორც ბანკებისთვის, ასევე მათი ინვესტორებისთვის და მომხმარებლებისთვის? დიახ, ძალაში შევიდა ეროვნული ბანკებისთვის ფინანსური სანქციების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ სხვადასხვა დარღვევების, სების ნორმებიდან გადახვევის, მითითებების შეუსრულებლობის თუ ფინანსური სხვადასხვა დარღვევებისთვის, ბანკებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საჯარიმო მოცულობა გაიზარდა. აქამდე იყო ეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%, რაც გაიზარდა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე. დრამატული ნახტომია რეალურად. ფაქტობრივად გაათმაგება გამოდის ზედაზღვრის. თანხობრივად რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკების საზედამხედველო კაპიტალი არის დაახლოებით 6 მილიარდი ლარი, შესაბამისად ამ თანხის 0.1%, რაც აქამდე მაქსიმალური ზღვარი იყო, არის 6 მილიონი ლარი, ხოლო 1% არის 60 მილიონი ლარი. შესაბამისად პირობითად ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ბანკების მიმართ გამოიყენოს, უკვე 60 მილიონ ლარს საჭარბებს ფინანსური სანქციის მოცულობის თვალსაზრისით. ბანკებს მკაფიო პოზიცია შეფასებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ აღნიშნულთან მიმართებით, თუმცა ეს ზოგადად ჰიპოთეტური თანხაა და ფაქტობრივად შეიძლება ის ეროვნულმა ბანკმა არც გამოიყენოს
თუკი ბაზარზე არ ფიქსირდება რომელიმე ბანკის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევები. ხო, დარღვევის ფორმა ძალიან მკაცრი უნდა იყოს ალბათ იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ასეთი სადამსჯელო მექანიზმი გამოიყენოს. აქვე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ უწყების ძირითადი მანდატი გარდა ზედამხედველობისა არის ქვეყანაში სტაბილური ინფლაციის დონის შენარჩუნება და ზოგადად ფასების სტაბილურობის დაცვა. ფასების სტაბილურობასთან დაკავშირებით გვაქვს ახლა როგორც იცი მიმდინარე კვირის განმავლობაში, რადგანაც გამოქვეყნდა საქსტატის მხრიდან ინფორმაცია ინფლაციის დონესთან. როგორი დინამიკა იკვეთება და რისი თქმა შეგვიძლია ამ მიმართულებით? დიახ, თებერვალში გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი, თუკი იანვარში ის 2% შეადგენდა, თებერვალში უკვე გახდა 2.4%. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა არის ამ თვალსაზრისით და ასეთი მაღალი ინფლაცია 2023 წლის გაზაფხულის შემდეგ არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, რადგანაც სხვადასხვა ფაქტორების გამო ფასები დაბალ ფაქტობრივად მნიშვნელოვან ზრდას არ აჩვენებდა, ხოლო ბოლო ორ თვეში უკვე შესამჩნევია ის, რომ ინფლაცია გააქტიურდა. სურსათზე ინფლაცია არის უკვე 3.5%-ზე მეტი, გაზრდილი არის ყველა ძირითადი სასურსათო ჯგუფის ღირებულება, განსაკუთრებით კი ზეთის, კარაქის თუ რძის პროდუქტების, ასევე კვერცხის ფასები, ასევე 5%-ს აჭარბებს ჯანდაცვის სექტორში ფასების წლიური ზრდა, თუმცა შემცირება აქვს კომუნიკაციების სექტორში ფასებს, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ გასულ წელს კომუნიკაციების მიწოდების სიჩქარე გაზარდეს ოპერატორებმა ფასის უცვლელად შენარჩუნების პირობით, რაც საქსტატმა დათვალა როგორც ფასის შემცირება. თუმცა სხვა მიმართულებებით ფასის ზრდა ფიქსირდება სამომხმარებლო ჯგუფებში. Ცოტა დიდი მადლობა საინტერესო კვირა და დატვირთული გამოდგა მიმდინარე კვირაც. ტრადიციულად საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოვიხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ. საქმიან საღამო კი ამით არ დასრულებულა, რადგან გადაცემას მსოფლიოში მომხდარი ამბების განხილვით ვაგრძელებთ. ერთ-ერთი მთავარი საინტერესო სიახლე, რომელიც ვრცელდება პლანეტაზე, უკავშირდება ევროკავშირს, რომელიც ბოლო პერიოდში ნებით თუ უნებლიეთ იქცა მთავარ ძალად, რომელიც გარკვეულწილად უნდა ჩაერთოს იმ ვითარებაში, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც ოვალურ ოფისში, თეთრი სახლის საპრეზიდენტო კაბინეტში გაიმართა ძალიან დაძაბული, ძალიან არასასიამოვნო საყურებელი საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს და მის ვიცე-პრეზიდენტ JD Vance შორის და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის შორის, რომელიც იქ იყო, მათ შორის მედიისთან დასწრებით და მარკო რუბიოც მათ შორის, რომელსაც ხმა არ ამოუღია. კი, ხმა არ ამოუღია და თუ კი ვიდეოებში შევხედავთ, ის მაინც კმაყოფილი წესტერიგით არ უნდა ყოფილიყო იმით, რაც იქ ხდებოდა, რადგან მარკო რუბიო სხვა შორის ერთ-ერთი დიდი მოკავშირე იყო ყოველთვის ისტორიულად უკრაინისა, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო და მანამდე ის ამბობდა კიდევაც, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა შეჩერებულიყო რუსეთი, რადგან ის არ გაჩერდებოდა და პრინციპში ასეც მოხდა. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას გამოუჩნდა ახალი მოკავშირე, რომელიც მანამდეც იყო მოკავშირე, მაგრამ ახლა ევროკავშირს მოუწევს, რომ ახალი როლი შეასრულოს და ამისთვის ევროკავშირი თავდაცვისთვის გამოყოფს სავარაუდოდ 800 მილიარდ ევროს, რაც არის ძალიან დიდი თანხა. ევროკომისია შეთანხმდა ამაზე და ეს მიმართული იქნება ეს თანხა ძალიან ბევრი ნაბიჯის გადასადგმელად, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის უფლება ექნებათ ევროკავშირის წევრებს, რაც ამ დრომდე გარკვეულწილად იყო შეზღუდული, ამის უფლება ცხადია ქვეყნებს ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული მორატორიუმები წესდებოდა ნებსი თუ უნებლიეთ ამ მიმართულებით. ასევე 150 მილიარდი ევროს სესხის შეთავაზება იქნება შესაძლებელი თავდაცვის სექტორში არსებული კომპანიებისთვის, რათა მათ წარმოება გაზარდონ, ეს ძირითადად ევროპული კომპანიები იქნებიან ალბათ, რადგან ისევ ევროპაში დარჩეს ფული, მაგრამ ცხადია ამერიკულ კომპანიებთან ახალისება სჭირდებათ საფონდო ბირჟაზე დავისწრებულ კომპანიებს. ევროპულ კომპანიებს არ აქვს. ბოლო პერიოდში კი აქვს შედარებით კარგად საქმე, მოკლევადიან პერიოდს თუ ავიღოთ, მაგრამ ბოლო წლებში ხო ეს ნამდვილად არ არის კარგი, ის მთელი ზრდა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ამერიკულ ბირჟაზე ასახა, ეს ევროპაში ფაქტობრივად არ გვინახავს. შესაბამისად, მოკლედ სხვა მიმართულებებით ეს განვითარდება შეიძლება მათ შორის თეორიულ დონეზე განიხილება დღეს, რომ ევროკავშირმა საკუთარი ჯარიც კი შექმნას, რაც დღესდღეობით არ არის. აგრეთვე შეიძლება გერმანიასაც საკუთარი ჯარი ჰქონდეს, რაც ასევე არ არის. ქვეყანას ვიცით, რომ გარკვეულწილად აკრძალული აქ რომ ჯარი ყავდეს, მაგრამ შეიძლება ეს წესიც შეიცვალოს და გერმანიას, რომელიც ევროპის წამყვანი ეკონომიკაა, ჰქონდეს უფლება, რომ საკუთარი ჯარი შექმნას, რათა საბოლოო ჯამში ევროკავშირი როგორც მთლიანი უწყება დაცული იქნას რუსული აგრესიისგან დღეს, მაგრამ ზოგადად გარედან მომავალი აგრესიისგან ხვალ.
ამ რიტორიკას და ზოგადად შეხედულებას განაპირობებს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია, თუმცა ასევე ტრამპის მხრიდან მომავალი განცხადებები, რომელიც ამბობს და იმუქრება კიდეც იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამავდროულად არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, თუ არ გაზრდიან თავიანთ თავდაცვის ხარჯებს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები მათ უფასო სადაზღვევო სერვისის მიწოდებას უბრალოდ შეუწყვეტს, ან მაგალითად ნატოდან გავა, რაც რა თქმა უნდა ნატოს აზრ ფაქტობრივად ერთ დღეში დაუკარგავს, ვინაიდან ნატოს მთელი დანიშნულება არის, რომ იქ არის ამერიკა და მისი მოკავშირეები, ხოლო მხოლოდ მოკავშირეების დარჩენა, რა თქმა უნდა, ნატოსთვის იქნება უბრალოდ შინაარს მოკლებული გადაწყვეტილება. აქვე ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებლად ნატოში კონტრიბუციას ზრდიან, ანუ თავდაცვაზე უფრო მეტ ხარჯებს ყოფენ და ამ პერიოდის განმავლობაში, რაც 2021-დან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს, ანუ რეალურად ომის პერიოდი, ამ პერიოდში ზრდა მაჩვენა თავდაცვის მიმართულებით დაახლოებით 30% და როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე 326 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ია. ეს მაჩვენებელი მაინც საკმაოდ დაბალია, თუკი საშუალოდ გადავთვლით, რადგანაც ზოგიერთი წევრი ქვეყანა მაგალითად 1.2%-ს ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტისას თავდაცვაზე, რაც ნატოს დაწესებულ სტანდარტზე დაბალი მაჩვენებელია, ვინაიდან სტანდარტი ყოველთვის იყო 2-დან 3%-ის ფარგლებში, მაგრამ 2%-საც კი არავინ იცავდა, არათუ 3%-ს. ახლა კი ტრამპი ითხოვს, რომ თავდაცვის ხარჯები გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე, რასაც არ ვიცით, რამდენი ქვეყანა დაიცავს. თუმცა ევროკავშირში სიგნალები არის, რომ თავდაცვის ხარჯები სავარაუდოდ გაიზრდება, 2027 წლამდე მინიმუმ 100 მილიარდი ევროს ინვესტირებაზე არის საუბარი და როგორც შენაღნიშნე, ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი იქნება მიმართული როგორც უშუალოდ ჯარისგაძლიერებაზე, ასევე კვლევითი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებაზე, რადგანაც ევროკავშირს სჭირდება, რომ ევროპულმა სამხედრო კომპანიებმა შექმნან რაღაც ახალი საინტერესო თავდაცვის სისტემები, იარაღი და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვინაიდან თანხა, რომელსაც ევროკავშირი თავდაცვაზე ხარჯავს, ხშირად მიდის ისევ და ისევ ამერიკის ეკონომიკაში, რადგანაც თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი უმსხვილესი კომპანიების აბსოლუტური უმეტესობა სამწუხაროდ საბედნიეროდ არის სწორედ ამერიკული წარმოშობის. ევროკავშირის ფარგლებში სხვადასხვა სექტორების გამოღვიძებას სავარაუდოდ ხელში უწყობს ევროპის ცენტრალური ბანკის იგივე ECB-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, რომელმაც შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 2.5%-იან ნიშნულამდე, რაც ძალიან კარგი და პრინციპში მოსალოდნელი იყო უკვე რამდენიმე კვარტალია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რადგან ინფლაცია შემცირებულია, აღარ არის უკვე ის კრიზისი, რა კრიზისი იყო და ECB უკვე იწყებს ნაბიჯ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას და ამით კაპიტალის გაიაფებას, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ევროში თუ კი აქვთ ადამიანებს სესხები, რომლებიც არის მიბმული რეფინანსირების განაკვეთს, მაშინ მათ სესხებზე 1% განაკვეთი სწორედ 25 საბაზისო პუნქტით შეუმცირდება, მათ შორის საქართველოში, რადგან ასე მუშაობს გლობალური ფინანსური ინსტიტუტები. აქვე ვთქვათ ორი სიტყვა იმაზე, რომ ეს კრედიტების შემცირება დიდწილად აისახება მათ შორის კომპანიებზეც, რადგან ევროპული კომპანიები წლების და ათწლეულების განმავლობაში შეჩვეულები იყვნენ იმას, რომ კაპიტალი იყო ფაქტობრივად უფასო, რადგან 0%-იანი რეფინანსირების განაკვეთი იყო და სწორედ აქედან მოდის ის ისტორია, რომელიც საქართველოს ძალიან პოპულარულია, რომ ევროპაში არის იაფიანი სესხები. რაც ფაქტია და ასე არის, თუკი საქართველოში პირობითად 15% შეიძლება სესხი მიიღოს ადამიანმა ბანკიდან, ევროპაში ეს გაცილებით ნაკლებად არის შესაძლებელი, რადგან თავად ბანკები ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოსგან ფაქტობრივად უფასოდ იღებდნენ თავის დროზე ამ ფულს, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გაზურდა და 2.5%-იანი ნამატი ნოლთან შედარებით არის საკმაოდ დიდი და ამიტომაც ევროპაშიც ყველაფერი არის დღეს გაძვირებული. მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ დაუბრუნდება ECB მომდევნო კვარტალების განმავლობაში ჯერ საპროცენტო სამაგალითო 2%-იან მაჩვენებელს, ხოლო მოგვიანებით თუ კი შესაძლებელი იქნება 0%-იან ეპოქაში დაბრუნება, რისი ნიშნებიც დღეს არ ჩანს ობიექტურად თუ იქნებით, მაშინ ეს მოხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც 2% არ არის ის, რაც არის საქართველოს გაცილებით მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, შესაბამისად ამიტომაც არის გაცილებით მაღალი სესხები. ხო, 0%-იანი განაკვეთი იმიტომ არის სასურველი, რომ ის ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და საფონდო ბირჟის განვითარებას, თუმცა ეკონომიკურ ზრდას როგორც წესი ხელს არ უწყობს სავაჭრო ბარიერები, ტარიფები და სხვა სახის სანქციები, რომლებიც ართულებენ თავისუფალ მიმოცვლას და რეალურად კაპიტალს აძვირებენ სხვადასხვა ფორმით. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიიღო, უკავშირდებოდა კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას, რომელიც ამჟამად ამ მდგომარეობით არის დროებით გადადებული 2 აპრილამდე, ვინაიდან ტრამპმა თავის გადაწყვეტილება უკვე რიგით მეორე
გადაშეცვალა და როგორც ჩანს, როდესაც ის ესაუბრა ამ ქვეყნების ლიდერებს, დარწმუნდა იმაში, რომ ცოტა პერიოდი მაინც უნდა მიეცეთ ქვეყნებს ბაზრების გადალაგებისათვის და ზოგადად ადაპტაციისათვის, რადგანაც 25%-იანი ტარიფი შეიძლება ერთი შეხედვით დიდად არ ჩანდეს, მაგრამ ჩვეულებრივი ბიზნესისთვის, რომელიც ხშირად 1 ან 2%-იანი მარჟის მოპოვებისათვის იბრძვის ბაზარზე, როდესაც მას პროდუქტი 25%-ით უძვირდება, უბრალოდ ბაზრიდან გადის. ის არარელევანტური ხდება ყველანაირი ფორმით. შესაბამისად, ამ კომპანიებს და ბიზნესებს უნდა მიეცათ იმის საშუალება, რომ ადაპტირდნენ, მოერგონ ახალ სატარიფო გეგმას და მათ შორის ფასებიც კი დააკორექტირონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. თუმცა აქვე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ტრამპი თამაშობდეს დიდ გეოპოლიტიკურ თამაშს, რომელიც გულისხმობდეს იმას, რომ ის ტარიფების არ დაწესების სანაცვლოდ ცდილობს კანადისა და მექსიკისაგან რაღაც კონკრეტულის მიღებას, რა იქნება ეს კონკრეტული ჯერჯერობით ჩვენ არ ვიცით, თუმცა ეს გამოჩნდება მომდენო ერთი თვის განმავლობაში, რადგანაც ფაქტია, რომ ამ ქვეყნებს ტარიფების ამოქმედება ძალიან არ სურთ. ტარიფების გარდა დონალდ ტრამპს ძალიან ბევრ ფრონტზე უწევს ბრძოლა და ერთ-ერთი არის ხადი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ისრაელსა და ჰამას შორის, რომელიც იმართება ღაზის სექტორად წოდებულ ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სულ მცირე ეს დასტურდება. ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ბოლო პერიოდში პირდაპირ ელაპარაკება ჰამას, რაც გარკვეულწილად ძალიან უცნაურია, რადგან ტერორიზმზე გამოცხადებული ომის შემდეგ, რაც უკავშირდება 2001 წლის სექტემბერში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ნიუ-იორკში მდებარე ორ ცათამბჯეზე, მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია არის, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. ასე იყო წლების განმავლობაში და ახლა როგორც ჩანს, სულმცირე მედიაში როგორც წერენ, ეს შეიცვალა ეს ვითარება, რადგან ასე ურჩევნია დონალდ ტრამპს საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმართვა, რადგან ის არის მომლაპარაკებელი, ეს არის ბიზნესმენი და ურჩევნია ყოველთვის იპოვოს გამოსავალი, რომელიც რაც შეიძლება მალე დაასრულებს ამ თუ იმ კრიზისს. შესაბამისად, ჰამასთან მოლაპარაკებები როგორც ჩანს უკვე რამდენიმე კვირა მიმდინარეობს და ჩართული არის ამაში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში ისინი ითხოვენ იმას, რომ იქ დასრულდეს ერთი მხრივ სისხლისღვრა და მეორე ეს მოკლევადაში და გაიცვალონ ტყვეები, რაც პერიოდულად ხდება, მაგრამ თან არ ხდება, იმიტომ რომ თუკი შეჩერდა ომი დროებით, მე ბრძოლა ისევ იწყება და შესაბამისად მთელი ეს პროცესი ჭიანურდება და ვერ ხდება ტყვეთა გაცვლა ისე, როგორც ეს სურს დონალდ ტრამპს და ცხადია, მას ასევე სურს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იდეა, რომელიც ან მოხდება, ან არა, რომელიც გულისხმობს ღაზის სექტორის გადაქცევას ერთგვარ ოაზისად, მაგრამ სავარაუდოდ იდეადვე სავარაუდოდ იდეადვე დარჩება, რადგან 4 წელიწადში სავარაუდოდ ეს ვერ მოესწრება ვერც ერთი გაგებით და მოგვიანებით უკვე დღევანდელი კონსტიტუციით მაინც დონალდ ტრამპს არ შეიძლება სხვა ქვეყნების მართვაში ყოფნა, ხო, თუ კი ის ცხადი ინვესტორის სახით არ მოგვივლინდება, მაგრამ იმდენი ფულიც არ აქვს დონალდ ტრამპს, რომ მთელი ქვეყანა ააშენოს. აქვე ტრამპთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, რაც უკავშირდება მის მორიგ ამბიციურ გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს ის გეგმავს, რომ დროებით ლეგალური სტატუსი შეუჩეროს, ანუ გაუქმოს 240,000-მდე უკრაინელ მოქალაქეს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად ლეგალურად რჩებიან. ძირითადად ეს არის იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ამერიკაში აღმოჩნდნენ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ვინაიდან ქვეყანამ არაერთი უკრაინელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რაც იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები აზიანებს ამერიკას და ამერიკის მოსახლეობას. უკრაინელების გაძევების გარდა, ამავდროულად ტრამპი გეგმავს დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქისათვის დროებითი სტატუსის გაუქმებას, აქ ძირითადად არიან აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ამერიკაში იმყოფებიან სხვადასხვა მიზნით, ზოგიერთი მაგდანი იქ მუშაობს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანებთაც იქ ბინადრობის უფლება საბოლოო ჯამში შეუჩერდება. აქვე უკრაინაზე საუბრისას და რუსეთზე უნდა ვახსენოთ ერთი სიახლე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, როგორც ირკვევა რუსეთის ფედერაციამ დაბომბა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ოდესაში. ამას გამოეხმაურა მალევე დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მოკლედ კატასტროფულ პაკეტს გაამზადებს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების და თუკი არ შეჩერდება ეს და თუკი ორივე მხარე ძალაუყოვნებლივ არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდაზე, რაც კიდევ ერთი ცვლილება არის, რომელიც დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში განიცადა, უკვე სრულად არაპროგნოზირებული
პროგნოზირებადია მისი განცხადებები და ის რასაც ის აკეთებს, რადგან ერთი კვირა მას მთელი რუსეთი აკებდა, დაიწერა სტატიები, რომ ის კგბ-ს აგენტია, ახლა კი უკვე რუსეთის პროექტიც კი უწოდეს. ხადია, ახლა კი სრულად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ჯერჯერობით მოკლედ არაფრის თქმა გარკვევით აღარ შეიძლება, იმიტომ რომ უნდა დავაუდგოთ ალბათ მოვლენათა განვითარებას საბოლოო ჯამში, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ომს დაასრულებს და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, სავარაუდოდ დაასრულებს მართლაც ის ომს, რადგან მას უკვე სხვა ამბიციები აწუხებს და ეს კარგად ჩანს, რადგან ის კი არის ყოველთვის იყო ამბიციური ადამიანი, მაგრამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე დღის წინ მან განცხადა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია და მეორე ადგილს ჯორჯ ვაშინგტონი იკავებს, მის შემდეგ რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნის წინ იყო, ხო, საკმაოდ პომპეზური განცხადებაა და მეანიშნებს იმას, რომ სხვა მიზნები აქვს მას, ვიდრე უბრალოდ მორიგი პრეზიდენტი ყოფილიყო, როგორც პირობითადაც ჯო ბაიდენი იყო, რადგან ჯო ბაიდენს განსაკუთრებულად შტაბ-შტაბი დიდად არაფერი გაუკეთებია, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ამერიკის სხვა დროს ყავდა. კიდევ ერთი ახალი ამერიკასთან დაკავშირებით არის ის, რომ რუსეთთან როგორც ჩანს დიპლომატიური ურთიერთობები ლაგდება, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინიშნა ელჩად ალექსანდრ დარჩიევი, რომელიც ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ის ხადი არის ტოპ დიპლომატი რუსეთის დიპლომატიურ სტრუქტურაში და სწორედ ის ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების მისიას. უბრალოდ რუსეთის მისიას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, რადგან ორ ქვეყანას ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამერიკიდან ძალიან ბევრი რაოდენობით ასობით რუსი დიპლომატი გააძევეს, მოგვიანებით იგივე მოხდა რუსეთში და საბოლოო ჯამში გაწყდა ორ ქვეყანას შორის ეს ამ ტიპის ურთიერთობები, მაგრამ ახლა არ არის გამორიცხული თუ კი რომ ეს იყოს ერთ-ერთი პირობა იმ მოლაპარაკებებში, რომელსაც აწარმოებენ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი. აქვე ამერიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელიც უკავშირდება სიმდიდრის ფონდის შექმნას, თუმცა მის შესახებ დღის რიცხვის ფორმატში ვისაუბრებთ. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტებს სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას ავალებს. ტრამპის თქმით, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს, ამიტომაც სუვერენული ფონდი უმოკლეს ვადებში უნდა შეიქმნას და მისი მოცულობა სწრაფადაც უნდა გაიზარდოს. ამ ამბიციური პროექტის ხელმძღვანელი, როგორც ახლა გახდა ცნობილი, ამერიკელი ფინანსისტი მაიკლ გრაიმსი იქნება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში მორგან სტარლში საინვესტიციო მიმართულებას ხელმძღვანელობს. 58 წლის პროფესიონალს კაპიტალის დავანდების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე ის უშუალოდ იყო ჩართული საფონდო ბირჟაზე ტესლას დალისტვის და IPO-ს წარმატებით განხორციელების პროცესში. ტრამპის რჩეულთა სიაში გრაიმსის გამოჩენა სავარაუდოდ სწორედ ტესლას გარიგებას და იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ის ილონ მასკის ახლო მეგობარია და მილიარდერის მხრიდან მას სრული ნდობა აქვს. ზოგადად, სუვერენული სიმდიდრის ფონდი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც არა კერძო ინვესტორებს, არამედ სახელმწიფოს ეკუთვნის. სუვერენული ფონდის მიზანი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებაა, მასშტაბური პროექტების დაფინანსება და მომავალი თაობებისათვის მეტი სარგებლის გენერირება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფონდის მთავარი დანიშნულება არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ მთელი ერის გამდიდრებაა. საპენსიო ფონდისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ფულს საკუთარი საჭიროებებისათვის იღებენ, სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერის კოლექტიური კეთილდღეობისათვის ინვესტირებს. მსოფლიოში 90-ზე მეტი ასეთი ფონდია რეგისტრირებული, რომლებიც $8 ტრილიონ მეტის აქტივებს მართავენ. ასეთი ფონდების ცნობილი მაგალითებია საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია და ნორვეგიის სახელმწიფო ფონდი. სუვერენული ფონდის დაფინანსებაც საინტერესო სქემით ხორციელდება. როგორც წესი, ქვეყნის ბიუჯეტში შესული ჭარბი შემოსავალი სუვერენულ ფონდში ირიცხება, რომელიც თავის მხრივ თანხას სხვადასხვა აქტივებში ავანდებს. ზემოხსენებული სახელმწიფოები თავიანთ ფონდებს უმეტესწილად ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით აფინანსებენ, რაც გონივრულია, რადგან მაგალითად ნავთობის გაყიდვით მიღებული თანხით საუდის არაბეთის მთავრობა პლანეტის საუკეთესო კომპანიების აქციებს ყიდულობს, რაც ქვეყანას მდგრადად განვითარების საშუალებას აძლევს. მსოფლიოში წარმოდგენილი სუვერენული ფონდების 60% სწორედ ენერგორესურსებით ფინანსდება. ზუსტად როგორ დაფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული ფონდი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის. ტრამპის განცხადებით, ფონდის შესავსებად არ არის გამორიცხული გამოყენებული იქნეს ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ტარიფების ამოქმედებით მიიღებს.
აქვე ჩნდება შეკითხვა თუ რატომ არ ჰქონდა ამერიკას სიმდიდრის ფონდი აქამდე. პასუხი შემდეგია. ამერიკის სამთავრობო ბიუჯეტი მუდმივად დეფიციტშია. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობას ინვესტიციების ჩასადებად საჭირო თავისუფალი რესურსი ფიზიკურად არ აქვს. ამ მოცემულობის გამოსწორებას ტრამპი ფედერალური ბიუჯეტის შემცირებით, პროგრამების გაუქმებით და დეფიციტის აღმოფხვრით გეგმავს, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა. მეორე მიზეზი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ზოგიერთ შტატს ისედაც აქვს სუვერენული ფონდი და თან ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართულია როგორც საპენსიო სისტემაში, ასევე სხვა ტიპის საინვესტიციო სქემებში, მათ შორის კერძო საინვესტიციო ფონდებში. შესაბამისად, ამერიკელებს სუვერენული ფონდის ქონის საჭიროება უბრალოდ არ აქვთ, რადგან მთელი ქვეყანა ისედაც მუდმივად ინვესტირებს. როგორც სკოტ ბესენტმა განაცხადა, სუვერენული სიმდიდრის ფონდი მომდენო 12 თვის განმავლობაში შეიქმნება და ის ქვეყნის მასშტაბით ძალიან მსხვილ პროექტებს დააფინანსებს, მათ შორის გზებს, მაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს და საწარმოებს. ამერიკის სუვერენული ფონდის ზომაც წინასწარ უცნობია, თუმცა როგორც ტრამპი აცხადებს, მისი პორტფელის მოცულობა საკმაოდ მალე მიაღწევს $2 ტრილიონ, რაც დღევანდელი დღის რიცხვია, ანუ ის პლანეტის უმსხვილესი სუვერენული ფონდი იქნება. შედარებისთვის, ნორვეგიული ფონდის მოცულობა $1.740 ტრილიარდია, ხოლო ჩინური სუვერენული ფონდის შეფასება $1.3 ტრილიარდ შეადგენს. აი, ასეთი იყო ამბები მიმდინარე კვირას, ახლა კი საქმეა საღამოში, მომდევნო კვირის საქმიან პროგნოზს შემოგთავაზებთ. მომავალ კვირას ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, რადგან ვაშინგტონში კრიპტო სამიტი უნდა გაიმართოს, რომლის შემდეგ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიტკოინის რეზერვთან დაკავშირებით დეტალური სტრატეგიის გამოქვეყნებას გეგმავს, რაც არაერთ შეკითხვას გასცემს პასუხს. ამასთან, მომავალ კვირას გასაჯაროვდება ინფორმაცია ამერიკაში არსებულ ინფლაციასთან დაკავშირებით, რომელიც წესით 2.9%-ის ფარგლებში უნდა იყოს. აგრეთვე შევიტყობთ განახლებულ სტატისტიკას უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით, რომელსაც ინვესტორები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. საინტერესო სიახლეები იქნება ამერიკის მეზობელ კანადაშიც, რომლის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების გეგმავს. სავარაუდოდ კანადაში რეფინანსირების განაკვეთი 2.75%-ით იქნება შემცირებული. მომდევნო დღეების განმავლობაში არაერთ სიახლეს შევიტყობთ ჩინეთის მხრიდანაც, რადგან ქვეყნის მთავრობა ინფლაციასთან, ვაჭრობასთან და ადგილობრივ მოხმარებასთან დაკავშირებით განახლებული მონაცემების წარმოქმნას გეგმავს. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ინდუსტრიული წარმოების ინდექსი იქნება, რომელიც ბოლო პერიოდში უკიდურესად არასახარბიელო დინამიკას აჩვენებს. და აღინიშნოს, რომ ინვესტორთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება კორპორაციული სექტორი, რადგან უმსხვილესი კომპანიები კვარტალური ანგარიშგების წარმოქმნას გეგმავენ. მათ შორის იქნებიან Oracle, Adobe, Acer, Volkswagen, Daimler Group, Rheinmetall და Li Auto. ეკონომიკური მოვლენების პარალელურად მთელი მსოფლიოს ყურადღება ისევ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და საერთაშორისო მოლაპარაკებებზე იქნება მეპყრობელი. დიპლომატიური პროცესების განვითარების მიხედვით შესაძლოა გლობალურ ბაზრებზე ვოლატილობის საკმაოდ მკვეთრი ზრდა ვიხილოთ. აი ასეთი ამბები გველოდება მომავალ კვირას, ჩვენ კი საქმე საღამოს ზუსტად 1 წუთში გავაგრძელებთ და 2024 წლის ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს გაგაცნობთ. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-დან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მგზავრთნაკადი 2025 წლის იანვარ-თებერვალში 18%-ით არის გაზრდილი, ხოლო პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ზრდა 45%-ია. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის ქართული ოცნების მთავრობის 4 მარტის განკარგულებით. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის ქვეკომპონენტში მერძეული, მეხორცეული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის ზედაზღვარი ორმაგდება. კერძოდ თუ აქამდე ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხების ჯამური მოცულობა მინიმუმ 20,000 ლარიდან მაქსიმუმ 5 მილიონ ლარამდე იყო, ახლა ზედაზღვარი 10 მილიონი ლარი იქნება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ საუბარია შპს დომუს დეველოპმენტის მიერ შპს დომუს სისაიდის 50%-იანი წილის შეძენაზე. სააგენტოს შეფასებით ეს კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებაა კაცობრიობის ისტორიაში. მგზავრობა ნელი, შეზღუდული და ხშირად დამღლელი იყო, მაგრამ ავტომობილის გამოჩენამ გადაადგილება უფრო სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი გახადა, რაც ბიზნესს აისახა. დღეს გლობალური საავტომობილო ინდუსტრია 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარად შეფასებული ინდუსტრია, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სექტორია პლანეტაზე. დღეს იმ ავტომობილებზე მოგიყვებით, რომლებიც 2024 წელს გლობალურად ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა. ამ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს Elon Musk-ის კომპანიის Tesla-ს მიერ შექმნილი SUV Tesla Model Y, რომელიც გასულ წელს გაიყიდა მილიონზე მეტი, რაც არის ფანტასტიკური მაჩვენებელი ამ კომპანიიდან. მისი ფასი საწყისი არის 54,000 დოლარი, თუმცა კომპლექტაციის მიხედვით ფასი ცხადია იზრდება. Tesla-ს დომინანტობას დიდწილად ის ამაგრებს, რომ ეს ავტომობილები ყველაზე მეტად იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო წლებში მოქმედებდა არაერთი შეღავათი ელექტრომობილებზე და მათ შორის კონკრეტულად Tesla-ზე, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოდელი მომდევნო განმავლობაში დროში შეიცვლება ეს ბიზნეს მოდელი, რადგან ბოლო დროს Tesla-ს აქვს ძალიან ცუდად საქმე ევროპაში, ფაქტობრივად აღარავინ აღარ ყიდულობს Tesla-ს, მარტო გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი იყო ამ მიმართულებით ევროპაში, გაყიდვები არის შემცირებული 70%-ით, ჩინეთშიც დიდწილად აღარ ყიდულობენ Tesla-ს, რადგან იქ მომრავლდა ჩინური ავტომობილები, ასე რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წელს ალბათ ამ რეიტინგის სათავეში ვიხილავთ იაპონურ Toyota-ს. Toyota სავარაუდოდ ისევ და ისევ იქნება ლიდერების სიაში, რადგანაც ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, რასაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხი, გამძლეობა და კომფორტი. ხოლო ამ რეიტინგის მეორე ადგილს, როგორც თქვენ ხედავთ, იკავებს Toyota Corolla, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სედანი, რომელიც საერთოდ ბაზარზე არის ხელმისაწვდომი. მისი ფასი 23,000 დოლარიდან იწყება და როგორც ჩანს, 2024 წლის განმავლობაში Toyota მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა. აქვე საინტერესო სტატისტიკასაც გეტყვით, რომ 1966 წლიდან დღემდე მოყოლებული Toyota-ს უკვე 50 მილიონზე მეტი Corolla ჰყავს გაყიდული და საერთოდაც Corolla არის პლანეტის ისტორიაში ყველაზე ხშირად გაყიდვადი მოდელი, ხოლო მისი სახელწოდება ნიშნავს გვირგვინს, რაც ლათინურიდან მომდინარეობს. Corolla არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა კომპლექტაციით, სხვადასხვა აღჭურვილობით, აქ შეხვდებით როგორც ბენზინის ძრავს, ასევე ჰიბრიდულ ვერსიას და ასევე ცოტა ხნის წინ Toyota-მ გამოუშვა ძალიან საინტერესო ვერსია, რომელსაც ჰქვია GR Corolla, ეს არის სარბოლო სპორტული ვერსია, რომელსაც აქვს დაახლოებით 300 ცხენის ზალა და მისი გაყვანა შეიძლება პროფესიონალურ რალის ტიპის რბოლებზე, ამიტომაც ძალიან დიდ და ფართო არჩევანთან გვაქვს საქმე, როდესაც Corolla-ზე ვსაუბრობთ. ამ რეიტინგში გიორგი დამეთანხმებია, რომ Toyota Corolla-ს გამოჩენა იმით არის განპირობებული, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება, რომელიც ბაზარზე არსებობს, რადგან დაახლოებით 25,000 დოლარად ადამიანს შეუძლია იყიდოს ავტომობილი, რომელიც ფაქტობრივად არასდროს ფუჭდება. ამ რეიტინგში მესამე ადგილს კვლავ Toyota იკავებს, ოღონდ სხვა ავტომობილით, ეს არის Toyota RAV4, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში. ეს არის პირველი მცირე ზომის SUV, რომელიც 1994 წელს წარმოადგინა Toyota-მ თავის დროზე სწორედ კომპაქტური SUV იყო RAV4. დღეს ამას RAV4-ზე აღარ ვიტყვით, რადგან ის არის ძალიან დიდი, უკვე ჰიბრიდული ტექნოლოგია გამოჩნდა და ამ ყველაფრის დამსახურებით მილიონზე მეტი ეგზემპლარი მხოლოდ გასულ წელს გაყიდა Toyota-მ და სხვა შორის Toyota-ზე და Toyota Corolla-ზე და Toyota RAV4-ზე მოდის გლობალური გაყიდვების 1/5 Toyota-სი, რომელიც ყოველწლიურად ყიდის 10 მილიონზე მეტ ავტომობილს. ამ რიცხვთან ახლოს არც ერთი სხვა ავტომწარმოებელი კომპანია უბრალოდ არ არის, რადგან ცხადია Toyota-ს ჯგუფში, რომელშიც ასევე Lexus-ის ბრენდის ავტომობილები შედის, მათი ფასთან მიმართ ხარისხის შეფარდება არის უბრალოდ უალტერნატივა, არც ერთი სხვა ავტომობილი და არც ერთი სხვა კომპანია მომხმარებელს ამავე ტიპის გამოცდილებას ვერ სთავაზობს. ნამდვილად ამისი თქმა შეგვიძლია და ამას ისიც ამტკიცებს, რომ Toyota ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი როგორც წესი არის Ford-ი და კონკრეტულად Ford-ის IS მოდელი F150, რომელიც საკულტო მოდელად ითვლება და სხვათა შორის მისი იმდენარი ვერსია და კომპლექტაცია არსებობს, რომ ფასებს შორის სხვაობა ხშირად არის პირდაპირ 150,000 დოლარი, ვინაიდან საბაზისო მოდელის ფასი 37,000 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ კი ყველაზე მძლავრ და ყველაზე სპორტულ ვერსიაზე Raptor R-ზე ვსაუბრობთ, ფასი ხშირად 200,000 დოლარსაც კი აღწევს და კონკრეტულად იმ ვერსიას აქვს 700 ცხენის ზალა, რაც ნამდვილად აბსურდული მაჩვენებელია. F150 ამერიკაში რამდენიმე მიზეზით უყვართ. ერთ-ერთი ის არის, რომ ის არის ძალიან დიდი, ძალიან კომფორტული, ამავდროულად რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ძალიან მარტივად შეუძლია დაბრკოლებების გადალახვა, აგრეთვე ის არის
პრაქტიკული, რადგანაც მას შეუძლია დაახლოებით 6.5 ტონის მოცულობის ტვირთის გაწევა, რაც ამერიკაში, განსაკუთრებით ტეხასში ძალიან უყვართ. ამავდროულად ის არის უსაფრთხო ავტომობილი, რადგანაც საუბარი გვაქვს ლამის 3 ტონიან მონსტრზე, რომელიც ნებისმიერ ავიაკატასტროფაშიც კი მშვენივრად გრძნობს თავს და ამ ყველაფერთან ერთად ის არის მრავალი სახის კომპლექტაციით ხელმისაწვდომი, რადგანაც როგორც გითხარით, არის მისი საქალაქო ვერსია, არის მისი სპორტული ვერსია, არის მისი კომფორტული ვერსია, ის არის ხელმისაწვდომი როგორც ბენზინის, ასევე დიზელის, აგრეთვე ჰიბრიდული და ასევე სრულიად ელექტრონული ვერსიითაც კი და ამ ყველაფრის ფონზე Ford-მა მოახერხა 2020 წელს 900,000 ერთეული F150-ის გაყიდვა. კი, ეს ავტომობილი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკის სიმბოლოდ, რადგან ამერიკაში უყვართ დიდი ავტომობილები, აქვთ დიდი გზები, ბენზინი ღირს იაფი და ამიტომაც უყვართ ეგრეთ წოდებული pick-up ტრაკები, სხვა შორის 150-თან ერთად არსებობს F250, რომელიც გიგანტური მოდელია 350. კი, რადგან არ არსებობს ზღვარი ამერიკაში, ამისა, რადგან ამერიკული ავტომობილები არ არის პრაქტიკული, ისინი ამერიკული ავტომობილია, რასაც ვერ ვიტყვით იაპონურ ავტომობილებზე, რომლებიც პირველ რიგში არის პრაქტიკული და გამძლე და უნდა გაუძლოს ყველაფერს, რაც კი შეიძლება ადამიანს შეხვდეს გზაზე და ამის ტენდენციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არის აგრეთვე Honda, რომელიც Toyota-სთან ერთად არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი კომპანია იაპონიაში და მეხუთე ადგილს ამ რეიტინგში იკავებს Honda CR-V, რაც დაახლოებით იგივეა Honda-სთვის, რაც არის Toyota RAV4 Toyota-ისთვის შესაბამისად, ამიტომაც ხვდებით ამ რეიტინგში ამ ავტომობილებს და როგორც ხედავთ, თითოეული ეს ავტომობილი, რომელზეც ვისაუბრეთ, Corolla-ს გარდა არის SUV, რაც იმ ტენდენციაზე მიანიშნებს, რომელიც გლობალურ ავტობაზარზე შეიქმნა ბოლო პერიოდში, რადგან SUV-ები სურთ ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად. აქვე ვთქვა ორი სიტყვა თავად სახელწოდებაზე, რომელიც არის CR-V 300-გან შედგენილი აკრონიმი, რომელიც ნიშნავს Comfortable Runabout Vehicles, რაც ნიშნავს კომფორტული სამოძრაო ავტომობილი, შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ, რადგან თავის დროზე ის შეიქმნა იმისთვის, რომ კომფორტულად ადამიანებს სხვადასხვა რაღაცეები ეკეთებინათ ევროპაში და მათ შორის სოფლიოში და დღესაც გარკვეულწილად ასეა, რადგან CR-V ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ის არ არის შეიძლება ითქვას იმ დონის ავტომობილი, რა დონისაც არის პირობითად RAV4 Toyota-სთვის ან RX-ის ტიპის ავტომობილები Lexus-ისთვის, მაგრამ იაპონური ავტომობილები ძალიან უყვართ და შედარებით დაბალ ბიუჯეტურ ფასში ამ ავტომობილს აქვს ყველაფერი ის, რაც აქვს სხვა იაპონურ კომპანიებს და ამიტომაც არის, რომ ხედავთ იაპონური ავტომობილების დომინაციას სწორედ ამ რეიტინგში. დღევანდელი რეიტინგები სწორედ ასეთი იყო, ჩვენ მომდევნო რეიტინგებს საქმიან საღამოში ცხადია მომდევნო გადაცემებში შემოგთავაზებთ, მაგრამ დღევანდელი საქმიანი საღამო ამით დასრულებულია. წინ გელოდება თელარი გელატიას საავტორო გადაცემა წერტილი, ჩვენ კი პირდაპირ ეთერში მუშაობას ორ შაბათს გავაგზავნებთ. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია Cora Consulting-ი.